სახელითა მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ჩვენ ქრისტიანი ერი ვართ და ალბათ ვიცით ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობა ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ ჩვენი და ღმერთის ურთიერთობა გავს ბიბლიურ ისტორიას, ისრაელისა და ღმერთის ურთიერთობას გულისხმობ და ფაქტობრივად ჩვენი ისტორია, როგორც ისრაელის ერის ისტორია, შეიძლება დაიწეროს როგორც საღვთო ისტორია, ანუ ღმერთი როგორ ავლენს საკუთარ თავს, როგორ ერევა ჩვენი ერის ცხოვრებაში, როგორ წარმართავს მას, რომ რაც შეიძლება ბევრი მისი შვილი ქრისტეს ცნობილი გახდეს და გადარჩეს. ერთხელ მithქვავს მე, რომ რა კარგი იქნება, რომ ვიღაცა კარგმა ისტორიკოსმა და თან მორწმუნე ადამიანმა სულიერად გამოცდილმა დაწეროს საქართველოს ისტორია, როგორც საღვთო ისტორია, აი როგორც ძველი აღთქმის წიგნებია. ამის პრეცედენტები საქართველოს ისტორიოგრაფიაში არსებობს, თუნდაც ასლოვანი მატიანე, რომელიც ქართლის ცხოვრების ნაწილია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც ჩანს ამ ასლოვან მატიანეში, როგორ კავშირშია ერთმანეთთან ერის ყოფნა არ ყოფნა მის ღმრთისადმი დამოკიდებულებასთან პირდაპირ კავშირშია. ასე ხედავდნენ ჩვენი წინაპრები და ეს არის სწორედ ქრისტიანული ხედვა. ესეთი ისტორია სასარგებლო იქნებოდა, იმიტომ რომ ვისაც ყური აქვს არა იმისათვის, რომ ბგერები გაიღოს, არამედ სიბრძნე აღიქვას, ის დაინახავდა, რომ ჩვენი მთავარი პრობლემა ერისა რაში მდგომარეობს. და ეს ეხება საქართველოს რატო? იმიტომ რომ ქრისტიანული ერია და ასევე არიან სხვა ქრისტიანული ერებიც, რომელსაც ეს ეხებათ. ერი, რომელიც თავის კულტურაში და მენტალურ ცნობიერებაში ქრისტიანული არ არის, იმას ეს არ ეხება, ნაკლებად ეხება ყოველ შემთხვევაში და იქ უკვე ეკლესია ყველგან არსებობს ინდივიდების სახით, პიროვნებების სახით, მაგრამ აი მთელი ერი, ეროვნული ცნობიერება რომ ქრისტიანული იყოს, ასეთი ქვეყნები ბევრი არ არის, ასეთი ერები ბევრი არ არის. ყველაზე შეიძლება მეტნაკლებად მსგავსი რამ მithქვას. რომ საღვთო ისტორია შეიძლება დაიწეროს თითოეულ ასეთ ერზე. და საღვთო ისტორიაში რა არის საინტერესო, როგორც ახლა გითხარით, კავშირი ერის ცხოვრებასა და სულიერ ცხოვრებასა, ზნეობრივ ცხოვრებასა და ღმერთის მისდამის შემწეობას შორის. და ჩვენ იგივე ძველი აღთქმიდან ვიცით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელიერი ყოველთვის აშავებდა, ცოდავდა, როგორ ექცეოდნენ წინასწარმეტყველებს, ღმერთი მაინც არტოვებს. არტოვებს, სანამ არ მოხდა ფაქტობრივად თავად ღმერთის ჯვარცმა, თუმცა ეს ერთგვარი მიტოვებულობაც არის გამოსაფხიზლებლად და თავიდან თავბაზში ბევრი იუდეველი გამოფხიზლებულა, რომ მათ მართლაც მოკლეს ის, ვისაც ელოდებოდნენ მესია და ბევრი გაქრისტიანებულა. და ასე იქნება, სანამ ეს ქვეყანა იარსებებს. ხო და აი ძველ აღთქმაში ჩვენ ვხედავთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერი ძალიან ბევრ შემთხვევაში ისრაელი ერი ძალიან აშავებდა, ღმერთი მაინც ეხმარება მათ და ყოველთვის არსებობენ ერთგული ადამიანები ერში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ერი შეიძლება ერის დიდი ნაწილი შეიძლება განდგომილიც კი იყოს. და იმ მსგავსი რაღაცა შეიძლება ითქვას ჩვენზე. ჩვენ განდგომილები, რა თქმა უნდა, აგერ 100 წლის წინ თითქმის მთელი ერი განუდგა ღმერთს, საკუთარი ხელით ვანგრიეთ ეკლესიები. მიუხედავად იმისა, რომ აი ეს პრობლემები არსებობს, მაინც უფალი არ გვტოვებს და ყოველთვის რაღაც ხდება ისეთი ჩვენს ერში, რომელიც ჩვენ მეტნაკლებად გვაფხიზლებს. ზოგჯერ შეიძლება ეს იყოს განსაცდელი, მძიმე, თორე განსაცდელები ყოველთვის არის, ზოგჯერ შეიძლება იყოს უცნაური სასწაული, როგორც მაგალითად კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორეს გარდაცვალებას მოყვა, ეს იყო სასწაული, როდესაც რატომღაც ერი ერთ მუშტად შეიკრა, მათ შორის ერის ის ნაწილიც, რომელიც მაინდა-მაინც ეკლესიურობით არ გამოირჩევა და ამით უფალმა დაგვანახა, რომ ჩვენი გზა რა არის და ჩვენ სად უნდა ვიყოთ და ჩვენი ერთობის ფორმულა რაშია, ხო? ჩვენი პრობლემა ხო ეს არის, ვერ ვერთიანდებით. პოლიტიკა ჩვენ ვერ გვაერთიანებს, ვერაფერი ვერ გვაერთიანებს, ხო? სულ ერთმანეთს ვექიშპებით, ვჩხუბობთ და უღოცება აღმოჩნდა, რომ
პატრიარქი ილია მეორის გარშემო გავერთიანდით. ანუ პატრიარქი ილია მეორის გარშემო ნიშნავს პოტენციურად ქრისტეს გარშემო გაერთიანება ძალგვიც და შეგვიძლია. და სწორედ რა თქმა უნდა, ისევ ეს ანტიქრისტიანული, ულტრალიბერალური, იგივე ბოლშევიკური სული, სწორედ აი ამას ებრძვის. აი ეს სულია, ეს ანტიქრისტიანული სული, რომლისათვისაც არც ერთი ღირებულება, რომელიც ძვირფასია ქართველი ერისათვის არ არსებობს, როგორც ღირებულება. ეს სული, ამ სულისათვის არ აქვს მნიშვნელობა ეკლესია როგორი იქნება. არ აქვს მნიშვნელობა პატრიარქი ვინ იქნება. არ აქვს მნიშვნელობა ვინმე მღვდელი როგორ ისაუბრებს. არ აქვს ამას არანაირი მნიშვნელობა. მათ არსობრივად ზულთ ქრისტე და მისი ეკლესია. ამიტომ სულ ერთია. სულ რომ ისი ლაპარაკო, რაც მათ უნდათ, გამოგიყენებენ და მაინც გადაგაგდებენ. რომ მათ ატანა არ აქვთ ქრისტეს. აი ეს რომ 100-ია წმინდა წერილში, აგერ დღეს დასტურად წმინდა წერილს აღმოგიკითხოთ, რომელიც დღეს იყო მოწოდებული ეკლესიის მიერ. ეს არის მათესახარების მე-11 თავი. ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? ანუ ეს ერი, ეს ხალხი, ვის ვამსგავსო? კითხვას სუფალი. და რაღაც ისეთი იგავური სახე მოაქვს, რომელიც ხალხში იყო გავრცელებული, გისტვენდით თქვენ და არა როკევდით, ანუ მე რაღაც მელოდიას ვღეროდი და თქვენ არც ეკავდითო და გიგოდებდით, ანუ ესე იგი რაღაც სამწუხარო რამეს ვამბობდით და არა იწყებდით და თქვენ არ სტიროდით და მე ეს გადააქვს თავის თავზე და ივანეზე. რამე თუ მოვიდა ივანე, არცა ჭამდა და არცა სუმიდა, იცით როგორი ასკეტი იყო ივანე. და იტყვიან ვითარმე დეშმაკეულარს. რატომ? იმიტომ რომ არ ჯეროდათ მის. ეხლა მოვიდა ზეკაცისა, ანუ ქრისტე მოვიდა, სჭამს და სვავს, იცით რომ უფალი ასეთი ასკეტურ ცხოვრებას არ ავლენდა, როგორც ივანე, ხო? ჩვეულებრივად ხალხში ცხოვრობდა. და იტყვიან, აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მეგობარი მეზვერეთა და ცოდვილთა. და გამართლდა ის იგავური სახე, რომ არა აქვს მნიშვნელობა. გინა იონესავით ასკეტი იყავი და გინა უფალი და განშორებული ხალხისგან და გინა ის სახე გქონდეს, რასაც უფალი აჩვენებს, ხალხში იყო და ხალხს ეხმარებოდა და ხალხთან ერთად ცხოვრობდა, მათ ცხოვრებას იზიარებდა, მათ ყოფას იზიარებდა, მნიშვნელობა არ აქვს. არც იმას იღებენ, არც ამას იღებენ. სულ ერთია. ეს არის სრული სახის ბოროტება, რომლის უკან მხოლოდ ეშმაკი დგას და ეშმაკი ლოგიკით არ მოქმედებს. არ მოქმედებს ეშმაკი ლოგიკით. ეშმაკი ბოროტებით მოქმედებს და ბოროტებას ლოგიკა არ აქვს. რატო? იმიტომ რომ ბოროტება არის დამღუპელი. ნებისმიერ ბოროტებას, აი ადამიანი რომ თამბაქოს ეწევა, ადამიანი რომ ნარკომანია, ადამიანი რომ მემთვრალეა და ასე შემდეგ. რა ლოგიკა აქვს ამას? ის ხო თავს იკლავს და მაინც აკეთებს. ვერაფრით ვერ ახსნი ამას. ნებისმიერი ახსნა საბოლოო ჯამში სისულელემდე მიდის. რატო იკლავ თავს? რატო? გესმით? იმიტომ რომ ბოროტებაა ეს და ბოროტებას ლოგიკა არ აქვს. ბოროტებას ლოგიკა რომ მქონდეს, მაშინ ის სადღაც გამართლებას იპოვიდა და ბოლოს მივიდოდა იმ წერტილამდე რომ აი თურმე ასე ყოფილა და იმიტომ აბა რა ვქნა. არა აქვს ბოროტებას ლოგიკა. მაგრამ მეორე მხრივ ღვთისდაშვების გარეშე არაფერი ხდება. როცა ესეთი ხმები ისმის, აქ უკვე საინტერესო ხდება, რა პოზიციას დაიკავებს ერი როგორც ასეთი და რა პოზიციას დაიკავებს თითოეულის ადამიანი, ქართველი, რომელიც ამას ისმენს, ამ ცილის წამებებს და მისი გული რა მდგომარეობაში მოდის, იწყნარებს, არ იწყნარებს, აქვს მის ასეთი შეურაცხყოფებისადმი, ეკლესიისა და პატრიარქისადმი, ქრისტიანობისადმი, სასულიერო პირებისადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი, ამბოხი თუ არა აქვს ეს ამბოხი. გესმით? აი ეს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე იმედი მაქვს, რომ ერის უდიდეს ნაწილს ამ ყოველივეს წინააღმდეგ აქვს ამბოხი, ამიტომ ჩვენ დღეს მეტნაკლებად ჩვენ სახეს ვინარჩუნებთ და ეს იმედს გვიტოვებს გადარჩენის. მაგრამ თუ ჩვენ ამის მიმართ შინაგანი ამბოხი არ გვექნება, მაშინ ჩვენ აღმოჩნდებით უფრო საშნელ მდგომარეობაში, ვიდრე სოდომ გომორი აღმოჩნდა, სადაც უგარყვნილესი ცხოვრების წესი იყო დამკვიდრებული. დღეს რო ამბობენ, რომ თითქოს ეს ნორმა არის. და ბიბლიური ჩვენ ხო ადამიანი რის მიხედვით აზროვნებს. როცა ადამიანი მეუნება რაღაც კონკრეტულ ცოდვაზე, რაღაც კონკრეტულ ცხოვრების წესზე, რომ ეს არის ნორმა. და რატო უნდა დაუჯერო მის რა ათვლის წერტილად? და რადგან ჩვენ ქრისტიანები ვართ, ჩვენ ვიცით, რომ ათვლის წერტილი ღვთისნებაა. ჩვენ ქრისტიანები ასე და ამგვარად ცხოვრობთ.
ეს არის ღვთისნება არის ჩვენი ათვლის წერტილი, ხოლო ღვთისნების მიხედვით ის რაც სოდომ გომორში ხდებოდა არის ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი ცოდვა ღვთის წინაშე, რომელიც ავადმყოფობად იქცევა, როცა ადამიანი მასში ცხოვრობს და ეკლესია უწუდის ხელს ყველა ამ ადამიანს, რომ განიკურნოს. ხოლო ის ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ ეს ნორმაა, ისინი ღვთის წინაშე არიან ამბოხებულებით, რომ ღვთისნების წინააღმდეგ უკვე მიდიან არა უძლურებით, არა ავადმყოფობით, არამედ გაცნობიერებულად. სხვადასხვა რაღაცა. ერთია რომ ავათხარ, წუხარ, იბრძვი და მეორეა რომ შეგნებულად იმყოფები ამა თუ იმ მდგომარეობაში. და ის ღვთისათვის მიუღებელი მდგომარეობა, ხო, რომელიც საბოლოო ჯამში სასჯელს ექვემდებარება და ფიზიკურად დაისაჯენ ისინი და სულიერადაც დაიჯებიან ღვთის წინაშე. როცა წარდგება, როცა მოვა საშნელი სამჯაროს დრო, ნახეთ, რას ამბობს უფალი, მაშინ იწყო ყვედრებად ქალაქებისა მის, იმ ქალაქებისა, რომელმაც ქრისტე არ მიიღეს, არაფერ პატიოსთან ცხოვრობდეს, სხვა მხრივ ქრისტე არ მიიღეს. იმ ქალაქების ყვედრება დაიწყო, რამე თუ არა შეინანეს, ანუ რას ნიშნავს? არ მოტრიალდნენ ღმერთისკენ, ანუ ქრისტეში ღმერთი ვერ დაინახეს. ანუ ღმერთი ვერ დაინახეს. ღმერთს ხო ვეძებ, მე ხო რელიგიური ვარ. და უცებ მოვიდა, სასწაულებრივად, საკვირველად, გონება მიუწვდომელად და თქვა რომ მე ვარ, აი შევისაცეცებ, ისა ვარ მე ვარ და მე ვერ ვიცანი. მე ვერ ვიცანი. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ჩემში მეტამორფოზის პროცესი არ იწყება, ანუ არ იწყება მეტანოიის პროცესი ცვლილებისა, ჩემი მდგომარეობიდან ქრისტესკენ, რომელიც მე დავინახე და ვერ ვიცანი, არ იწყება ცვლილება მისკენ, დინამიკა მისკენ, ანუ არ შევინანე, ანუ არ მოხდა ჩემში ცვლილების, არ დაიწყო ცვლილების პროცესი, ამას ნიშნავს. და ასეთი ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ვერ ცნობენ, მათ შორის საქართველოზე მაქვს ახლა საუბარი, როცა მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სიტყვა ძალუმად იქადაგება დღეს საქართველოში და არავის არ შეიძლება კონდეს დეფიციტი თუ რამე აინტერესებს, მიუხედავად ამისა არიან ადამიანები, რომლებიც ამას ზურგს აქცევენ და უარყოფენ და მაშინ ამბობს, ყვედრებად ასეთი ქალაქებისა, ან პიროვნებებისა, შეიძლება ვთქვათ, რომლებმაც არ შეინანეს, რამე თუ სოდომს თუმცა იქმნენ ძალნი, რომელიც იქმნეს შენ შორის, გიამცა დღევანდელ დღემდე. სოდომ გომორაში, რომ ეს მომხდარიყო, რასაც თქვენ ხედავთ, ანუ რომ დავენახე სოდომელებს და გომორელებს, რა იქნებოდა ვინც, მაგრამ უფალი ამას გამძაფრებულად გვიჩვენებს. ისინიც კი შეინანებდნენ, სოდომელებიც კი დაინახავდნენ ქრისტეს და აღარ დაიღუპებოდნენ და დღევანდელ დღემდე ეს ქალაქები არსებებდაო. ხოლო გეტყვით თქვენ, რამე თუ ქვეყანა იგი სოდომისაი უმოლხინეს იყოს დღეს ამას სასჯელისასა ვითრე შენ. ანუ ის ადამიანი და იმ ადამიანთა ჯგუფი და დაგვიფაროს უფალმა და მთელი ერი, რომელიც ქრისტეს ზურგში აქცევს, რომელიც მასთან მრავალი საუკუნე იმყოფება ეკლესიის სახით. ასეთი ადამიანები რო წარსდგებიან ღვთის სამსჯავროზე, სოდომელებზე და გომორელებზე, ანუ ამ უკიდურეს ცოდვაში ჩაძირულ ადამიანებზე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. გესმით რა შეასაბამება? ხედავთ, აი ცოდვის არსი. ანუ ჩვენ გონია რომ ცოდვა არის რაღაც საშნელებას რო იზავდა. იმას დიდი ცოდვა შენთან მოსული ქრისტე ვერ დაინახო, უბრალოდ არ არსებობს. გესმით? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ათო რომ ჩვენ გვახსოვდეს რომ ჩვენ ახლა არა ვართ სოდომელები და ასე შემდეგ და ვცდილობთ რომ ზნეობრივად ვიცხოვროთ, მაგრამ თუ ჩვენ გულმა საბოლოო ჯამში ქრისტე უარყო, ჩვენ უფრო უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდებით. ხოლო ერის ის ნაწილი, რომელსაც ამას სამწუხაროდ შეგნებულად თუ შეუგნებლად აკეთებს და მოდი ესე ვთქვათ, ვერ ცნობს ქრისტეს. ისინი სწორედ აი ამ უარეს მდგომარეობაში არიან. იმის საპირწონედ, რომ ჩვენ ვიღაცა რო ვერ ხედავს, ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ? ჩვენი ცხოვრების წესი უნდა იყოს აღსარებლობა ქრისტეთი. აი რომელთა მიმართ ეპისტოლეში 9-11 თავებია ეს. თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა იგი აღადგინა მკვდრეთით და ეს აღდგომა სწორედ ნიშნავს იმას, რომ ის პიროვნულად ღმერთია, ცხონდები, ანუ გულით გწამს და ბაგეებით აღიარებ. აღსარებლობა და რწმენა, ერთდროულად ორივე უნდა იყოს. ზოგს აქ ეს თვისება, რომ აქ წამს და ხმას არიღებს. არა მოწმებს არსად. არა ქრისტიანულ საზოგადოებაში, როცა საჭიროა დამოწმდეს, რომ ქრისტე არის ღმერთი, დუმს. გესმით? ამიტომ ის რწმენა მკვდარია. თუ შენ მართლა გწამს,
როცა საჭიროა რომ დამოწმდეს ქრისტე რო ღმერთია, უნდა დამოწმდეს ქრისტე რო ღმერთია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და მხოლოდ ამ შემთხვევაში ცხონდები, ანუ გადარჩენის გზაზე დგები. ვინაიდან გულით სწამთ სიმართლისათვის და ბაგით აღიარებენ ცხონებისათვის. ანუ აღსარებლობის გარეშე საღვთო სიმართლე, რომელიც მე გულში მაქვს, საჩუქრად მოცემული ღმერთისგან, აღსარებლობის გარეშე ეს ცოდნა, ეს რწმენა სამწუხაროდ კვდება. წერილი ამბობს, ანუ წმინდა წერილიზე საუბრობს, ამ შემთხვევაში ძველი აღთქმის, რომელიც ახალ აღთქმაში შემოყავს უფალს. არ შერცხვება არც ერთი მისი მორწმუნე. ანუ ვისაც მართლა წამს, რომელიც აღსარებლობით ადასტურებს და ბაგით აღიარება ხო ხვდებით რასაც ნიშნავს. ბაგით აღიარება ქრისტეს ღმერთობისა ნიშნავს ამ სოფელთან დაპირისპირების ძალიან რეალურ შესაძლებლობას. თუ გაჩუმდები, ეშმაკს აღარც ახსოვ ხარ. როგორც კი შენი ცხოვრების წესი, აღსარებლობა მარტო ლაპარაკს არ ნიშნავს, ეს არის ცხოვრების წესი. როგორც კი შენი ცხოვრების წესი ავლენ, რომ ქრისტე არის ღმერთი, იმ წამსვე ეშმაკის ამიზნე ხდები. ეს არის რწმენა და ასეთი ადამიანი ღვთის წინაშე არ შერცხვება. ანუ ის თავის ღირსებას, ღვთის ხატობისა და მსგავსობისას არ დაკარგავს. და თუ მთელი ერი იქნება ასეთი, მთელი ერი არ შერცხვება. რადგან უფლის სახელის ყველა მხმობელი ცხონდება. ოღონ არა ისე, სხვა ადგილას რო ამბობს, უფალი რომ არა ყოველი რომელიც მომიწოდებს უფალო შევიდეს სასუფეველში. არამედ ვინც რწმენით აღიარებს და რწმენა რა არის? რწმენა როცა ჩემს სიტყვას ახსლავს აღსარებლობა, ანუ ცხოვრების წესი და თავგანწირვის მზაობაც ჩემი რწმენისათვის. მაგრამ როგორ უხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? და აი აქ შემოაქვს აუცილებლობა მისიონერობისა, იმიტომ რომ მე უნდა წამდეს გულით და მე აღსარებელი ვიყო, მაგრამ როგორ უნდა და მასთან კავშირი, როგორ უნდა უხმონ, ანუ მასთან კავშირი, კომუნიკაცია უნდა მქონდეს, მაგრამ როგორ თუ რწმენა არა მაქვს და როგორ ირწმუნონ, ვინც არ სმენიათ. ანუ აქ საუბრობს იმაზე, რომ რამდენად სწორადაა გაგებული ადამიანს ქრისტეს შესახებ. ან როგორ ისმინონ უქადაგებლად, ანუ კვლავ წარმოაჩენს იმას, რომ სწორად მიტანა ადამიანამდე, ანუ ეკლესიას აქვს მადლიანი სიტყვა. ქადაგება ნიშნავს არა იმას, რომ რაღაც ინფორმაცია მოგეცი, არამედ საღვთო ენერგია მოყვება ქადაგებას, ანუ ეკლესიის სიტყვას, ეკლესიის ქადაგებას წმინდა მამების თხზულებებში დაცულს თუნდაც წმინდა წერილში დაცულს რეალურ ქადაგებებს ხო მოყვება საღვთო მადლი, იმიტომ რომ ღვთის დიდება ახლავს თან ნებისმიერ ღვთის სიტყვის ქადაგებას და ღვთის დიდება რო ახლავს, იქ არის საღვთო მადლი, სადაც იდიდება ქრისტე, იქვე არის სულიწმინდა ღმერთის მადლი, რომელიც ადამიანების გულზე მოქმედებს. ეს არის წმინდა წერილის სწავლება. ამიტომ დიახაც ესე იგი უნდა იქადაგოს და თუ არ იქადაგებენ, როგორ უნდა გაიგონონ და როგორ იქადაგონ თუ არ წარიგზავნებიან და აი აქ ესე იგი კიდევ ერთხელ მოწოდება ეკლესიისადმი, რომ ვიყოთ აქტიურნი, როგორც აქტიურნი მისიონერულ საქმეში, აქტიურნი. და ეს ნიშნავს არა იმას, რომ მხოლოდ მღვდლები აკეთებდნენ უნდა ამას ეპისკოპოსები, არამედ თითოეული ადამიანი თავის ცხოვრების წესით უნდა მოწოდებული იყოს, რომ ისე ცხოვრობდეს, რომ ქრისტე იქადაგებოდეს მისი ცხოვრების წესით. ხშირად მე მისვამე ხოლმე კითხვას, რომ აი რაღაცა ესეთი გაყინულობის პერიოდი აქვს მას სულიერ ცხოვრებაში და არის ის რაქნას და რაღაცა და ეს იმიტომ რომ ჩვენ როგორც ეკლესიის წევრნი შეიძლება ვიყოთ პასიურნი და ამის გამო შეიძლება იყოს არსებობდეს. ეკლესიის წევრი არ შეიძლება იყოს პასიური. ის თავის ცხოვრების წესით უნდა ადასტურებდეს, რომ ქრისტე ღმერთია. ოღონ აქ არის ძალიან დიდი სიფრთხილე საჭირო. მკურნალო განიკურნე თავი შენი. ჯერ შენ საკუთარ გულზე უნდა იმუშაო, ესეც ქრისტეს სწავლება. ჯერ უნდა იერუსალიმში იქადაგო და მე იერუსალიმის გარე და იერუსალიმი საკუთარი გულია. ჯერ იერუსალიმში უნდა დაამოწმო, რომ ქრისტე ღმერთია. ანუ ჯერ შენ გულში უნდა მოწმობდეს ქრისტე რო ღმერთია და ეს როცა ასე ხდება, შენ როგორც პიროვნება ქრისტეს ემსგავსები, ესეთი სიმშვიდით, თავდაბლობით, გულმოწყალებით, სიყვარულით, სიბრძნით, გესმით? აი ძალიან მადლმოსილებით და მერე უკვე შენ როგორც ადამიანს გეძლება ძალა იმისა, რომ შენი სიტყვა იყოს ღვთის სიტყვა და არა შენი გონების ნაყოფი. თუნდაც ეს გონების ნაყოფი თანხვედრაში იყოს თეოლოგიურად ქრისტიანობასთან.
ამას მნიშვნელობა ძალა არ ექნება. შენი სიტყვა უნდა იყოს ღვთის სიტყვა, ანუ ის მადლით ნაკვები უნდა იყოს. ამას ჭირდება ის, რომ შენი გული იყოს მადლის წყარო, როგორც უფალი ამბობს. ანუ შენში საღვთო მადლი უნდა იყოს. ანუ შენ ღვთის ტაძარი უნდა იყოს. გესმით, რამხელა სამუშაოა გასაწევი თითოეულ ადამიანს. ხო? და ეს რა თქმა უნდა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ძალიან სწორად გასაკეთებელია, იმიტომ რომ რამდენი მაგალითი გვაქვს, რომ აი ადამიანი ახალმოსული, სულ ახალმოსული მოდის და ეგრევე სიტყვიერ მისიონერობას იწყებს. ამ დროს თვითონ ურჩი ამპარტავანი და ესე იგი საკუთარ თავზე რაღაც განსაკუთრებულად მაყურებელია და ეს სანამ არ მოგვარდება, ადამიანის სიტყვას ფასი არ აქვს და მხოლოდ დამაზიანებელი იქნება. ამიტომ ძალიან დიდი სიბრძნე გვმართებს ასეთ დროს. მაგრამ მე აგძელებს, ყველამ როდი ისმინა სახარება. რწმენა სმენისგან, სმენა ქრისტეს სიტყვისგან და მე ვამბობ, ნუ თუ ვერ ისმინეს, იგივე საქართველოში, ნუ თუ ვერ გაიგეს, რა ვერ გაიგეს, კაცო, რა ვერ გაიგეს, 30 წელზე მეტია საქართველო თავისუფალია და ღვთის სიტყვა იქ ადაგება, რა ვერ გაიგო ქართველმა ერმა. და თუ ვიღაცამ საერთოდ ვერ გაიგო, ზოგმა ესე გაიგო და არასწორად გაიგო. ზოგს არასწორი ცხოვრების, ზოგს სამხედროებრივად მართლმადიდებელი გახდა, მაგრამ პრაქტიკულ ცხოვრებაში არ არის მართლმადიდებელი. ვერ ერევა თავის ეგოიზმს, თავის ამპარტავნებას, თავის ასე შემდეგ, თავის ქვენა მიდრეკილებებს. ანუ რატო ვერ გაიგეს? ნუ თუ ვერ ისმინეს. პირიქით, ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმაი მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათი. ანუ ყველგან იქ ადაგება, რას ნიშნავს ვერ გაიგეს? ესე იგი ადამიანი პასუხისგებლ, ყოველი ადამიანი ამ შემთხვევაში საქართველოსზე საუბრობ, ყოველი ქართველი არის პასუხისგებლობით დატვირთული თუ ის ქრისტიანულად არ ცხოვრობს. და თუ ცხოვრობს, მაგრამ არასწორად ცხოვრობს. თუ იცის ქრისტიანობა, მაგრამ არასწორად იცის. გესმით? ყოველი ასეთი ადამიანი პასუხისგებელია, იმიტომ რომ რა ვერ გავიგეთ. კვლავ ამბობ, ნუ თუ ვერ შეიცნო ისრაელმა ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში, ნუ თუ ვერ შეიცნო საქართველო და ამ დროს მოგძველი აღთქმის მაგალითი როგორ ღმერთი, როგორ თითქოს ემოციურად გზნობის მიერად ელაპარაკება ისრაელს. თელ დღეს ვიწვდიდი ხელებს, აი მამის უძღებიშვილის ეგავი გახსოვთ ხო, მამა რომ მოდის შვილისკენ. თელ დღეს ვიწვდიდი ხელებს ურჩი და გაუგონარი ხალხისკენ. ანუ ღმერთს როგორი მზაობა აქვს, რომ გულში ჩაგვიკრას. ვამბობ, ნუ თუ ღმერთმა უარყო თავისი ხალხი, არამც და არამც, იმიტომ რომ ის ხელებს იწვდის, მას უყვარხარ, ერთი სული გვაქვს გულში ჩაგვიკრას, არამც და არამც. მაგრამ რასეუნება პასუხი ღვთისა, მე დავიტოვე 7,000 კაცი, რომელთაც მუხლი არ მოუყრიათ ბაალის წინაშე. გახსოვთ? ეს ძველი აღთქმის სიუჟეტი, ხა ამას დრო არ არის, ამას აღარ ჩავშლი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ არის კიდე გაქრისტიანებული, ყოველთვის არსებობენ ის 7,000 სიმბოლური რიცხვი ერთგული ადამიანებისა, რომლის გამოც უფალი ინახავს, ესე იგი, ერს. ამჯერადაც მადლისმიერი არჩევანით დარჩა ნატამალი. ეს ნატამალი სანამ იარსებებს ქართველ ერში, ქართული სახელმწიფოს იარსებებს და ქართული კულტურაც იარსებებს. სანამ ეს ნატამალი არსებობს. მაგრამ თუ ეს ნატამალი გაიზრდება, ჩვენ დავინახავთ განსაცვიფრებელ მოვლენებს საქართველოში და ჩვენ სწორედ ეს გვინდა რომ მოხდეს და ამიტომ ეკლესიას უდიდესი როლი ეკისრება. ხოლო იმ ადამიანებს, რომლებსაც მე არ ვიცი, აბსოლუტურად ალოგიკურად ზულთ ყველაფერი, რაც ქრისტიანულია, ზულთ ეკლესია, ზულთ პატრიარქი, რაც არ უნდა თქვას სულეთია, რა სიკეთეც არ უნდა გააკეთოს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. აწებებენ იარლიყებს და ასე შემდეგ. ის ადამიანები არიან ყველაზე საბრალო ადამიანები და ღმერთმა მათ სინანული მისცეს და ღმერთმა შეუნდოს. რა თქმა უნდა, ისინი უნდა გვებრალებოდეს. შეგვეციოს უფალი და მოგცეს ძალა სწორად ცხოვრებისა თითოეულ ჩვენგანს და მთელ ერს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.